ავადმყოფი ახალშობილი ზღარბი, რომელიც ქუჩაში გადაარჩინეს, ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს და ვეტერინარმა გოგონამ ყველა საქმე გადადო პატარას გადასარჩენად. ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ მან ინკუბატორში მოათავსა და 3 დღე სამსახურში ეძინა, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ პატარა ზღარბი კარგად იქნებოდა. ზღარბი ბავშვებმა მოიტანეს და ის მიხვდა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ წაეყვანათ პატარა, რადგან ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მშობლები არ მისცემდნენ მათ ამ პაწუყის წაყვანის უფლებას. არც თავად მას სურდა ეს, რადგან ზღარბი ჯერ კიდევ სუსტი იყო და მას სჭირდებოდა ისეთი ინტენსიური აღარ, მაგრამ მაინც მუდმივი მოვლა. ბავშვები ზღარბის მოსაკითხად მოვიდნენ და მაშინვე თქვეს, რომ ვერ წაიყვანდნენ მას, რადგან მშობლები არ აძლევდნენ ამის უფლებას. მათ გოგონას ზღარბის გადარჩენისთვის მადლიერების ნიშნად დოლარის რამდენიმე დაკუცმაცებული კუპიურა გადასცეს. გოგონა არ გაბრაზებულა, არც ფული გამოართვა, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, ზღარბი ჯანმრთელი და ძლიერი გაზრდილიყო. გოგონა შეეჩვია მას და სახლში დაიტოვა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ზღარბი ასეთი სახალისო შინაური ცხოველი შეიძლებოდა ყოფილიყო. განსაკუთრებით ამ პატარა ჰოთ-დოგის კოსტუმში, რომელიც მისთვის შეიძინა. კლინიკაში მისვლისას ყველა ვიზიტორი იღების, როცა გოგონას ზღარბი მოყავს. პატარა ქალაქში ყველა მიწის რომ ის გადარჩა და ნამდვილი ოჯახი ამ დიდი გულიც მქონე გოგონას წყალობით შეიძინა.